მოდი რა ერთად ვიმღეროთ რამე. კარგი. ვიმღეროთ. არა, მე ვიმღერო? კარგი. წინაზე იცი რამდენი You are my sunshine, my only sunshine. You make me happy when skies are gray. You never know, dear, how much I love you. Please don't take my sunshine away. You are my sunshine, my only sunshine. You make me happy when skies are gray. You never know, dear, how much I love you. Please don't take my sunshine away. You can go! ამ ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი არის ჩემი მეგობარი ანრო ჭიჭინაძე. ერთად ვსწავლობდით ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტში და რომ გავიგე რომ მსგავსი რაღაც პროექტი უნდა გაეკეთებინათ, ძალიან დამაინტერესა. თან მაშინ ესე გადატვირთული და რაღაც არ ვიყავი და გადავწყვიტე რომ მე ვსულიყავი კასტინგზე. რომ მივედი, იქ 40-მდე ადამიანი ვიყავით, საკმაოდ ბევრი და 1-2 საათში დაიცხრილა იქაურობა, რომ გაგვაცნეს სად უნდა გვევლო, როგორი სიტუაციაში ვიქნებოდით და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმდენად ვენდობოდი ამ დროს და იმდენად სასიამოვნო პროექტი იყო და საჭირო ბავშვებისთვის, რომ გადავწყვიტე, რომ ბოლომდე გავყოლოდი და დღეს აქ ვარ. როდესაც გავს საქმიანობას ეწევი, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი გულის სიღრმეში სულ გაქვს ხოლმე, მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა განსაკუთრებული ელემენტარული ღიმილი და ბავშვის გაბწყინებული თვალები, როდესაც უბრალოდ გხედავს. და განსაკუთრებით პალიატიურ დეპარტამენტში, სადაც ფაქტობრივად იზრდებიან ბავშვები და ვერ ტოვებენ იქაურობას. აი წამიერად ჩვენი პალატაში შესვლა და მათი სახის დანახვა, არ ვიცი, აი მან თავიდან ვწმუნდები ხოლმე, რომ იმას უნდა ვაკეთებდეთ, რასაც აი ამ წუთას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეგ მზერა და ეგ ახარებული სახე უდიდესი მიღწევაა და სულ ეგრეა თან, აი მეგონა რომ ეგ შეგრძნება, ალბათ იცი რა, აი გაივლის მივეჩვევი, მაგრამ აი რასაც ვერ მივეჩვია, ეგ არის, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე შეგრძნებას იწვევს ჩემში და мотиваციას. ხო, ვეთანხმები მარიამს, ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა და მიყვარხარს რომ მეუბნება ბავშვი, აი მან ცუდად ხვდები და ბევრი შემთხვევაა ესეთი. დღეს მეც აქ ვარ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და სირთულისა, მიხარია რომ ჩვენი ფონდი დღემდე აგრძელებს არსებობას, ჩვენც ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და ნამდვილად საჭირო საქმეს ვემსახურებით. მე მაქვს მენტალური რუტინა, აი სახლიდან გამოსვლის პროცესიდან აქ მოსვლამდე გზაში ვთიშავ ყველაფერს, აი მაგალითად შვილი მყავს და ძალიან რთულია რომ რაღაცა პარალელი არ გავლო ან რაღაცა წარმოიდგინო სხვა ბავშვის ადგილას და აი მაგას ვთიშავ. ის სამავტყოფოდან რა გზაც მაქვს იმ პერიოდში ვცდილობ რომ ეს გავთიშო. მე ეგ რუტინა маქვს აქ მოსვლამდე. Წყადები ყველაფერს, ხო? Надо быть эмпат, надо принимать, отдавать обратно. И, конечно, это такой обмен энергии, что после часа-полтора немножко уставший. Но мы тоже очень много получаем от этого. Из этого. Ну, это абсолютно взаимный процесс. მაინც ჩემთვის რუტინა, როდესაც სკოლაში ვმუშაობთ, კონკრეტულ ბავშვთან მისვლამდე, საუბარი ჩემს კოლეგასთან, იმ დღეს ვინც არის ჩემი პარტნიორი, რაღაც ერთმანეთთან ეს კომუნიკაცია ძალიან გვაძლიერებს, არა მარტო მე, ან მისთვისაც დიდი შვებაა ხოლმე. შეიძლება ითქვას, ეგ რუტინის სახეა. ესე ჩამოყალიბდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და მსგავსად, ხო, მეტი განსაკუთრებული ალბათ არაფერი. ეს ვინ მყავს? უჩუჩუნა. ნაცია შეხედე. როგორი ფუმფულა შეიძლება მოვიდე? აბა ჯერ ნელა რო არ შევაშინოთ. გამარჯობა.
ის ფუნთულა საიდან მე ვიცნო. კი ვიცნო. მე არ ვიცნო, მე გამაცანი. ახლა სახერო. ვალერი. ბაკო, გამარჯობა, მე არ მიყურებ, შენ გიყურებს. რომელიც არის 6 არა 10 თვის, ხო, გაიზარდა უკურო. აბა რამე და მელოდია მოეწონოს შეიძლება. შეხერ გურ გამოხედა. მაკორე ხე? Весело. Когда ты тут один, с тобой не разговариваю. Хорошо поговорить, посмеяться. ყველაზე რთული არის რომ მიდიხარ კლინიკაში და ის ბავშვი აღარ გვხდება და გარდაცვლილი არის და ეს იყო რამდენიმე შემთხვევა გქონდა და ყველაზე რთული ეგ არის იმ მომენტში არ შემიმჩნევია მაგრამ სახლში ღამე აი ძალიან ბევრი მიტირია იმიტომ რომ იმიტომ ზართულია აი ეგ არის ადამიანები ვართ და რაც არ უნდა პროფესია იყოს რთულია ეგ დაბლოკო ჩემ შემთხვევაშიც ეგ არის პალიატიურში განსაკუთრებით როდესაც მივდივარ და გვხვდება ცარიელი ლოგინი ბავშვის, რომელთანაც დავუშვათ წინა სესიაზე იცინოდი და მღეროდი და გიყურებდა. ხო, საკმაოდ რთულია, ცდილობ რომ დაბლოკო რაღაც მომენტი, მაგრამ როგორც აღნიშნე ადამიანები ვართ და ეს ემოციები ესეც ისე გროვდება და ურთულესი ნაწილია მართლა, ანუ არ Always want to do it. It's nice giving happiness. But I think it's difficult sometimes when you see the children, you know, it's difficult to see their story and they are sick. But it gives it's good for myself. It's good for giving something back. თავიდან ჩვენ აი ეს ტრეინინგები რო გქონდა, ვიყავით რაღაცა აი ესეთ გიჟიკვისინი, რა ქვია, ჯამბაზები, რაღაცა ეწიუდებს გამდით და რაღაცა საშინელებებს და სასაცილო რაღაცებს ვაკეთებდით და უკვე რომ დავიწყეთ პრაქტიკა და პროცესში მივხვდით რომ აქ ცოტაე გარსულს ბავშვებს და რაღაცა სხვადასხვანაირი პროცესი სიამოვნებთ. ძირითადად დამოკიდებული ვართ ბავშვის განწყობაზე და რასურს იმ მომენტში იმ ბავშვს. შეიძლება რაღაცა ვიგიჟოთ, რაღაცა გავგორდეთ, რაღაცა ვიცეკოთ. შეიძლება უბრალოდ ხო დავსხდეთ, ვისაუბროთ. გქონია შემთხვევა, რომ ბავშვთან საერთოდ კონტაქტი არ გქონია, მაგრამ ის მშობელს სურდა ჩვენთან საუბარი და ჯდა ვართ ესე და მოგვისმენია მისი ისტორიებისთვის, რატომ არიან აქ, რა გამოიარეს და ესეც თერაპია იყო თუნდაც მშობლისთვის. ყველანაირად დამოკიდებული ვართ ბავშვი რა განწყობაზეა და რა სურს. შეიძლება საერთოდ არ მიგვიღოს და მოგვიჯახუნოს კარი და ყოფილა ესეთი შემთხვევები. მათ გოგოებმა შემოვიდნენ ძალიან გამიმხიარულეს ბავშვი, როცა უხასიათოდ იყო, ძალიან კარგ ხასიათზე დამიყენეს. ორი გოგონა შემოვიდა კლოვნები, კლოვნის იქონდათ გაკეთებული. ძალიან კმაყოფილი დარჩა, ცოტა ლაპარაკიც დაიწყო, როცა მისთვის იყო ჩაკეტილი ბავშვი. ხო და აი ეს კულტურული განსხვავება რაც თქვი, ხო საქართველოში მეტად ცოტა ისეთი გვიჭირს ხოლმე რაღაც სიახლის მიმღებლობა და ეს ეტაპობრივი ნელ-ნელი მიწოდება ამ ჩვენი ახალი თერაპიის კარგად გაამართლა და დღეს უკვე თვითონ ექთნებით ესე გიჟებით ხვდებიან, აბა ჩვენი გოგოები მოვიდნენ განსაკუთრებით პალიატიურში. ისიც გაუჭირდათ, ანუ სიცილით თერაპიიდან ვართ რო ვეუბნებოდით, გაგვაცინეთ, აბა აი რაღაცა ეგონათ რომ რაღაცა გაგვეკეთებინა რომ სიცილით ამოგვეხოცა, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა მივაჩვიეთ რომ რაღაცა სერიოზული ამბავია აქ და არა რაღაცა ჰაჰაჰა და
ცირას ხო, მე ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ გვაფასებენ. სხვა კლინიკებიც და ზოგადად ორგანიზაციები, რომ ცოტა დაგვეხმარნონ ფინანსურ საკითხში და არა მარტო რაღაცა არ გონიათ სერიოზული ამბავი და რომ ვუყვებით, რომ იქ დავდივართ, აქ დავდივართ, გამოვყევით, თქვენი თვალით განახეთ. მან ერთხელ რომ გამოვყვნენ, ძალიან დაისტრესნენ და მიხვდნენ, რომ სერიოზულ საქმეს ვაკეთებ. Это не профессия. Это любовь, это хобби. Мы платим, чтобы этим заниматься. Нам не платят. Понятно, да? Это мы волонтеры, мы альтруисты. Потому что общая философия Дети Мария – это помогаем другим, мы помогаем себе. Ну, нет, можно платить 2000 рублей, посетить психолога или психиатра, или можно ходить и помочь другим, и ты сам себе лечишь. Это доказанный факт и научно, и философски, и эмоциональном уровне. მე რასაც ვაკვირდები და ვიაზრებ, ეს არის მენტალური საჭიროება სამწყობოში, არა მარტო ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მუშაობ, რომ ეს რაღაც გაბოჯაფრთელების პროცესი მაქსიმალურად შედეგიანი იყოს, მაგრამ გვავიწყდება ხოლმე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ სიძლიერეს ამ პროცესში. მით უმეტეს, როცა ბავშვებს ეხება საქმე, მათ ვერ დასვამ და ვერ აუხსნიცი, რა შენ ეს უნდა გააკეთო, ესე უნდა იჯდე, ან ესე უნდა ფიზიკურად ვერ მოაქცევ ჩარჩოებში, მათ ჭირდებათ ის გარემო, რაც მათთვის კომფორტულია და კი ცდილობენ სამწყობოები და მივესალმები ამ ყოველივეს, მაგრამ აი ეს ჩვენი ჩართულობა ბევრად სხვა შედეგს დებს და ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან კარგად გამოჩნდა ამ თამაშით, ციცილით თუ უბრალოდ საუბრით, რამხელა დადებითი გავლენა მოვახდინეთ იმ კურნალობის პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს დღესაც აქაც და სხვა კლინიკებშიც. კარგი. მღეროთ? არა, მე მღერო? კარგი. წინაზე იცი რამდენი You are my sunshine, my only sunshine. You make me happy when skies are gray. You never know, dear, how much I love you. Please don't take my sunshine away. You are my sunshine, my only sunshine. You make me happy when skies are gray. You never know, dear, how much I love you. Please don't take my sunshine away. კი ბატონო. კარგად ვაკო. გაგვიჩიშა მუსიკა. ეს ცოტა